მსოფლიოში კიბოს შემთხვევების ზრდა მართლაც შემაძრწუნებელია. მე მჯერა, რომ მას უსაფრთხოდ შეიძლება ეპიდემია ვუწოდოთ. სტატისტიკა საგანგაშოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2020 წელს მსოფლიოში კიბოს დაახლოებით 18,100,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2022 წელს სულ რაღაც 2 წლის შემდეგ ეს რიცხვი 18,100,000-დან თითქმის 20 მილიონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა 2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს 33-35 მილიონი ახალი შემთხვევა იქნება ნამდვილი ეპიდემია და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად ყველგან შეეხება. ასე რომ დიახ, ეს უზარმაზარი პრობლემაა. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ კიბო ძირითადად ხანდაზმული ადამიანების დაავადებაა. ეს გამოწვეული იყო დნმ-ის მუტაციების დაგროვებით, იმუნიტეტის შესუსტებით და კანცეროგენების ხანგრძლივი ზემოქმედებით. თუმცა ახლა ნანოპლასტმასის ზემოქმედების გამო მუტაციები ორგანიზმში ადრეულ ასაკშიც კი გროვდება. მთელ მსოფლიოში, ბავშვებში და გაცილებით ახალგაზრდა ადამიანებში კიბოს დიაგნოზის დასმის უფრო და უფრო მეტი შემთხვევა შეინიშნება, ვიდრე აქამდე მინახავს. ამჟამად შემთხვევების ზრდა შეინიშნება როგორც ბავშვებში, ასევე ახალგაზრდებში და როგორც ჩანს, ეს არ არის გამოწვეული მოწევით, ალკოჰოლით და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, არსებობს სხვა რაღაც გარემო ფაქტორი, რომელიც კიბოს საგანგაშო სიჩქარით იწვევს და ეს უარესდება. ეს მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. დიახ. და კიდევ ერთხელ, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, რომელსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ, სინამდვილეში ნანოპლასტიკაა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კიბო უფრო ადრე ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დიაგნოზი უფრო ახალგაზრდა ასაკში ხდება, ვიდრე ადრე. მაგალითად, მსხვილი ნაწლავის კიბოს საშუალოდ 10-დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში ვლინდება და დიაგნოზირებულია. ნანოპლასტიკის ზემოქმედებით გამოწვეულ მიტოქონდრიულ დისფუნქციას შესაძლოა გადამწყვეტი როლი ჰქონდეს სიმსივნის განვითარებაში მიტოქონდრიულ დნმ-ში მუტაციების დაგროვებისა და უჯრედების სიკვდილის მექანიზმების დარღვევის გამო. ეს იწვევს ორგანიზმის დაზიანებული უჯრედების მოცილების უნარის შემცირებას და ზრდის მათი სიმსივნის წარმოქმნის რისკს. ეს სიმსივნური უჯრედები ძალიან აგრესიულია და როგორც წესი არ ითვისებენ იმას, რისი გამოყენებაც არ შეუძლიათ. რა შეიძლება ხდებოდეს? ჰიპოთეტურად ისინი შესაძლოა პლასტმასისგან გარკვეულ ენერგიას გამოიმუშავებდნენ, ან რაღაცის გამო აქტიურდებიან გარკვეული გზები, რომლებიც უჯრედებს ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობაში ეხმარება. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გამოვიკვლიოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ჩვენ ზოგადად ამაზე ვმუშაობთ, რათა გავარკვიოთ, რა ხდება ამ უჯრედებში მექანიკური თვალსაზრისით, როგორ შეუძლიათ მათ პლასტმასის გამოყენება მიტოქონდრიული პოტენციალის გასაძლიერებლად. ნანოპლასტიკები ზრდის რეაქტიული ჟანგბადის სახეობების დონეს უჯრედებსა და ორგანოების ქსოვილებში, რაც იწვევს ჟანგვით სტრესს, რაც აჩქარებს კიბოს უჯრედების ზრდას, ხელს უწყობს მათ გავრცელებას სხვა ქსოვილებში, ასტიმულირებს ახალი სისხლძარღვების ფორმირებას, ზრდის ანთებას და ასუსტებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ელექტროსტატიკურად დამუხტული ნანოპლასტიკის ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი სტრესის მაღალი დონე ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების გადარჩენას და ამცირებს მათ მგრძნობელობას თერაპიის მიმართ. ეს ავთვისებიან უჯრედებს უფრო აგრესიულს ხდის. ყველაფერი, რაც აზიანებს უჯრედის ნორმალურ დნმ-ს, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების ზრდასა და გაყოფაზე, შეიძლება უჯრედი ავთვისებიანი გახადოს, მისი უკონტროლო ზრდა, გაყოფა და გავრცელება გამოიწვიოს. სწორედ ეს არის კიბო და ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს ნანოპლასტმასების ეფექტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რადგან ნანოპლასტმასები გავლენას ახდენენ უჯრედული ფუნქციების უმეტესობაზე, ჟანგბადით მომარაგებაზე, უჯრედის ფუნქციონირების უნარზე, როგორც კიბოს მკურნალ ექიმს, მე შეშფოთებული ვარ, რომ ნანოპლასტმასმა შეიძლება შეამციროს ჩვენი კიბოს მკურნალობის ეფექტურობა. მე ვარ ექიმი, რომელიც კიბოს მკურნალობს სხიური თერაპიით, ამიტომ შეშფოთებული ვარ, რომ ნანონაწილაკები უარყოფითად მოქმედებს სხიური თერაპიის გამოყენებაზე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სინამდვილეში ამ თემაზე ჩატარდა რამდენიმე პრეკლინიკური კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ნანონაწილაკები, ნაწილობრივ მათი დამახასიათებელი უარყოფითი მუხტის გამო, არა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს უჯრედებზე, არამედ შეუძლია შეამციროს სხიური თერაპიის ეფექტურობა. რა თქმა უნდა, არსებობს დამაჯერებელი თეორიული მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ ნანონაწილაკებს შეუძლიათ შეამცირონ კიბოს მკურნალობის ეფექტურობა და არა მხოლოდ ჩემი სხიური თერაპიის მეთოდი.
ასევე შეშფოთებული ვარ, რომ მათ შეუძლიათ შეამცირონ ქიმიოთერაპიის, სხვა სისტემური თერაპიების ან იმუნოთერაპიის ეფექტურობა. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მიკრო და ნანოპლასტიკური ნაწილაკები უჯრედებში გაცილებით დიდ ხანს რჩება, ვიდრე აქამდე ეგონათ, რადგან ისინი უჯრედების გაყოფის დროს ახლად წარმოქმნილ უჯრედებში გადადიან. კვლევამ ასევე გამოავლინა პირველი მინიშნებები იმისა, რომ პლასტმასის ნაწილაკებმა შეიძლება სიმსივნის მეტასტაზირება გამოიწვიოს. ასე რომ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ სიმსივნეები ძალიან სწრაფად იზრდება და ვრცელდება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პლასტმასის ნაწილაკები უჯრედებში რჩება მათი გაყოფის შემდეგაც კი. შემდეგ ისინი ხელს უწყობენ უჯრედების უფრო სწრაფად მიგრაციას, რადგან მათ ახლა უფრო სწრაფად გადაადგილება შეუძლიათ. ასევე ჩვენ ამ თვისებას ვაკვირდებით სიმსივნურ უჯრედებში, როდესაც ისინი სხეულში არიან, რომ მათ შეუძლიათ სხვა ადგილებში მიგრაცია და მეტასტაზირებაც კი. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში არსებულ ამ სიმსივნურ უჯრედებს ასევე შეუძლიათ პლასტმასის გამოყენება მთელ სხეულში გასაზრდელად და გადასაადგილებლად. როდესაც პლასტმასის თემაზე გადავედი, გავიფიქრე, რომ ბუნებაში ჩვენ შემოვიტანეთ ნივთიერება, რომელიც პოტენციურად ტოქსიკურია, რომელიც შეიძლება დაგროვდეს მრავალი წლის, ათწლეულის, საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ შესაძლოა მან გავლენა მოახდინა ჩვენს ჯანმრთელობასა და ევოლუციაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ კიბოს ევოლუციაზე, მის ფორმირებაზე, არამედ ახალი სახეობებისა და მთელი ეკოსისტემების ევოლუციაზე. ნანოპლასტმასები გავლენას ახდენენ ჩვენი სხეულის ყველა სისტემაზე. ისინი იწვევენ პროცესების ჯაჭვს, რაც სერიოზულ დაავადებებამდე მიგვიყვანს. და ეს ყველაფერი ელექტრული მუხტის დამსახურებაა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ნანოპლასტმასები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ დაავადებების განვითარებაში, რომლებიც მსოფლიოში სიკვდილის წამყვან მიზეზებად იქცნენ.